ალიბაბა და 40 ყაჩაღი. ერთ ქალაქში ცხოვრობდა ორი ძმა, კასიმი და ალიბაბა. მათი მამა ღარიბი ვაჭარი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ქონება გაიყო, მაგრამ ცოტა იყო. კასიმი მდიდარ ქალზე დაქორწინდა და მალე შეძლებული გახდა. ალიბაბა კი ღარიბი დარჩა. დღეში დადიოდა, შეშას ჭრიდა და ბაზარში ყიდდა. ერთ დღეს ალიბაბა დღეში მუშაობდა, როცა ცხენების ხმა გაიგონა. შეშინებული ხეზე ავიდა და დაინახა 40 ყაჩაღი. ისინი დიდ კლდესთან მივიდნენ. წინამძღოლმა ხმამაღლა თქვა: "სეზამ, გაიღე!" კლდე გაიხსნა და ყველა შიგნით შევიდა. როცა ისინი გამოვიდნენ და წავიდნენ, ალიბაბა ჩამოვიდა და ფრთხილად მიუახლოვდა კლდეს. "სეზამ, გაიღე!" კლდე გაიხსნა. ალიბაბა კლდეში შევიდა. შიგნით იყო ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქსოვილები და საგანძური. ალიბაბა მხოლოდ იმდენი ოქრო აიღო, რამდენიც შეეძლო ეტვირთა და სახლში დაბრუნდა. ალიბაბას ცოლმა ოქროს გასაზომად მეზობელ სასწორს სთხოვა. კასიმის ცოლი ეჩვიანობდა და სასწორს ფარულად ცვილი მიაგრა, რომ გაეგო რა სწონიდნენ. ალიბაბა და მისი ცოლი ოქროს მთელი ღამე წონიდნენ. როდესაც ალიბაბას ცოლმა სასწორი დაუბრუნა, სასწორზე ოქროს მონეტა მიეკრო. კასიმმა ყველაფერი გაიგო. ის ალიბაბასთან მივიდა და დააძალა, სიმართლე ეთქვა. ალიბაბამ გამოქვაბული საიდუმლო გაადო. კასიმი მარტო წავიდა. თქვა: "სეზამ, გაიღე!" შევიდა, მაგრამ იმდენად მოიხიბლა ოქროთი, რომ გამოსვლის სიტყვა დაავიწყდა. ყაჩაღები დაბრუნდნენ. კასიმი დაიჭირეს და მოკლეს. ალიბაბა შეშინებული წავიდა დღეში. ძმის ცხედარი იპოვა და სახლში მალულად მიიტანა. მის სახლში ცხოვრობდა ჭკვიანი მონა ქალი, მორჯიანა. მან ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ხალხს ეგონა კასიმი ავად იყო და ბუნებრივად მოგდა. მაგრამ ყაჩაღებმა გაიგეს, რომ ვიღაცამ მათი საიდუმლო იცოდა. ერთმა მათგანმა ალიბაბას სახლი იპოვა და კარზე ნიშანი გააკეთა. მორჯიანამ შენიშნა და ყველა სახლზე იგივე ნიშანი გააკეთა. ყაჩაღები დაიბნენ. მეორე დღეს სხვა ნიშანი გააკეთეს. მორჯიანამ ისევ დააბნია ისინი. ბოლოს ყაჩაღების წინამძღოლი ვაჭრად გადაცმული მივიდა ალიბაბასთან. თან ჰქონდა მრავალი დიდი ზეთის ქილა. სინამდვილეში ქილებში დამალული იყვნენ ყაჩაღები. მორჯიანამ ღამით უცნაური ხმა გაიგონა. ერთ-ერთ ქილას მიუახლოვდა და ჩურჩული გაიგონა. მან მიხვდა ყველაფერს. ჩუმა დაადუღა ზეთი და ყველა ქილაში ჩაასხა. ყაჩაღები დაიღუპნენ. წინამძღოლი გაიქცა. რამდენიმე ხნის შემდეგ წინამძღოლი ისევ დაბრუნდა, ვითომ მეგობარი. მორჯიანამ იცნო იგი. ერთ დღეს, როცა ალიბაბას სახლში ზეიმი იყო, მორჯიანამ ცეკვის დროს დამალა ხანჯალი და მოულოდნელად მოკლა ყაჩაღების წინამძღოლი. ალიბაბა გადარჩა. მან მორჯიანა გაათავისუფლა და თავის შვილს ცოლად გააყოლა. გამოქვაბული საიდუმლო მხოლოდ ოჯახში დარჩა. ზღაპრის აზრი. სიხარბე ადამიანს ანადგურებს. გონიერება და სიმამაცე ხშირად ძალაზე ძლიერია. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ხილაკი.